იცი რატომ დადის გათხოვებულ ქალებზე ის ლეგენდები, რომ ყველაზე მშივრები და ყველაზე მარტივად დასაკერები არიანო? იმიტომ რომ ეგ სიმართლეა, რომელიც 21 საუკუნემ ნათელი გახადა. როდესაც 20 წლის გოგონას ეუბნები, რომ ძალიან საყვარელი და ლამაზია, მას სულ ფეხებზე ჰკიდია, იმიტომ რომ დღეში 20 ჯერ ისმენს მაგ ყველაფერს. მაგრამ ზუსტად იგივე სიტყვები იგივე ქალს რომ უთხრა, როდესაც ის 40 წლის გახდება, მას სიამოვნებისგან თვალები გაუფართოვდება, იმიტომ რომ ის ძლებია მაგის დეფიციტში ცხოვრობს. მას უკვე სიბერის ეშინია. შესაბამისად მას სჭირდება იმის დასტური, რომ ის ასაკის მიუხედავად ჯერ კიდევ ცხელი გოგოშკაა. როდესაც 42 წლის ქალი ოჯახს ანგრევს და მიდის, მაგ დროს ის ამბობს, რომ მე მინდა რომ ვიცხოვრო და არა თუ ვიცოცხლო. დაბერებისკენ მიმავალი ასაკის უარყოფის პანიკა. ქალს აიძულებს რომ დაგაღალატოს, გიღალატოს და მიგატოვოს. თუ მისი თვით შეფასება მის სილამაზეზე იდგა, მაშინ მას სხვა ვარიანტი აღარც რჩება და მაგ ასაკში სულ რომ ვარჯიშობდეს და შპაგატზეც ჯდებოდეს, ეგ ყველაფერი მას არ უშველის. იმიტომ რომ მას კონკრეტულად შენგან არ სჭირდება დასტური, სხვა მამაკაცებისგან სჭირდება. მას უნდა რომ მისი აქციები ბირჟაზე იყოს მოთხოვნადი და ღირებული. ქალი, რომელსაც არ შეუძლია დაბერება, ადრე თუ გვიან დაიწყებს თავისი ქმრის და ოჯახის ნგრევას. აბსოლუტურად ყველაფერს გაანადგურებს, იმიტომ რომ მაგ დროს მას ყველაფერი ეზიზღება, რაც მას ასაკს ახსენებს. შენი ჭაღარათმა, თქვენი შვილი, რომელიც უკვე დიდი ბიჭია, ყველაფერი ფონურად აღიზიანებს. ხოლო თუ შვილიშვილი ეყოლა, რომელიც გაბედავს და მას ბებოს დაუძახებს, ეგ ხომ საერთოდ კატასტროფაა მისთვის. დაბერება, ეგრეთ წოდებულ ძველმოდურ ქალებს შეუძლიათ. თანამედროვე ქალებს კი დაბერება არ შეუძლიათ. როდესაც ქალი შორდება, მაგ დროს კაცი გაუგებრობაშია. ის ფიქრობს, რომ მე ხომ ვზრუნავდი მასზე, ვზრუნავდი ოჯახზე, ვეხმარებოდი ყველაფერში, ყურადღებასაც სულ ვაქცევდიო. მაგრამ მე მგონი ახლა გასაგები გახდა, რომ თურმე მას სულ სხვა რამ სჭირდებოდა, რასაც შენ ვერანაირად ვერ მისცემდი. შენ მშვიდად, წყნარად და ბედნიერად ცხოვრება გინდოდა და ეგ იყო შენი ორიენტირი, რაც ბუნებრივია ოჯახური ურთიერთობისთვის. მას კი უნდა რომ იყოს მიმზიდველი ობიექტი, რომლის მონადირებაც ბევრს უნდა. შენ კი უბრალოდ ვეღარ მოინადირებ მას. ეგ ტექნიკურად შეუძლებელია, იმიტომ რომ ის ისედაც შენია და ეგ ეგრეც უნდა იყოს. ანუ მას უნდა ის, რის მიცემასაც შენ ვერანაირად ვერ შეძლებ. და ზუსტადაც ამიტომ ეზიზღები მას და ზუსტადაც ამიტომ გაბორობ და შენზე და გსჯის მაგის გამო. მაგ ვითარებაში, როდესაც ქალი შორდება ქმარს, ეგ მოვლენა მსოფლმხედველობითი კონფლიქტის შედეგი გამოდის. ანუ ქმარს ოჯახი აინტერესებს, ცოლს კი პირადი კაიფი. აქ კი უკვე აღარანაირი კონსტრუქციული დიალოგი აღარ გიშველით. ვერანაირად ვერ გამონახავთ საერთო ენას, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზანი გამოძრავებთ. თუ ქალის ახალგაზრდობა გართობით, მოგზაურობებით, Instagram ფოტოებით, შოპინგითა და სიგიჟეებით არის გატენილი, ის დაბერებას უბრალოდ ვერ შეძლებს. შესაბამისად აღარ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც ის 40 წლის ასაკში გაგიჟებას დაიწყებს. ის იმურწმუნო ადამიანივით არის, რომელმაც გაიგო რომ მალე მოკვდება. შესაბამისად შეუძლია რომ ყველანაირი სიბინძური აკეთოს.